სომხეთის დედაქალაქი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის ფარგლებში, სადაც 50-მდე სახელმწიფოს და ორგანიზაციის ხელმძღვანელები განიხილავენ არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე გადასადგამ ნაბიჯებს, როგორც ინდივიდუალური ეროვნული უსაფრთხოების, ისე საერთო დასავლური კეთილდღეობის მისაღწევად. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერები, ევროგაერთიანების კანდიდატი სახელმწიფოების ხელმძღვანელები, ასევე გაერთიანებული სამეფოს და კანადის პრემიერ-მინისტრები. If you look at it from a security perspective, Canada is თუ კი ამას უსაფრთხოების კუთხით შევხედავთ, კანადა ევროპული ჯგუფის ერთადერთი არაევროპული წევრია კავკასიაში მშვიდობის მეთვალყურეობის თვალსაზრისით. მსურველთა კოალიციის წევრთა შორის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით კანადა უკრაინის დონორებიდან ერთ-ერთი უმსხვილესია. კანადა SAFE-ის თავდაცვითი პროგრამის ერთადერთი არაევროპული წევრია. ბევრი სფერო გვაქვს, სადაც მჭიდროდ თანამშრომლობთ. ღრმა სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, რომლის განვითარებასაც განვაგრძობ და ახლა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია თანამოაზრე ქვეყნები გაერთიანდნენ იმ განწყობით, რომ მოაგვარონ ბევრი პრობლემა, რომელთაც წინაშე ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან. the positive attitude look to solve some of the many challenges our citizens are facing. As we know, there has been some როგორც ვიცით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან და ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და ამერიკის ერთობლივ კამპანიასთან დაკავშირებით ევროპის რეაქციასთან მიმართებით ამერიკის მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება შეინიშნებოდა. თუმცა ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპელ ლიდერებთან ჩემი კავშირები აჩვენებს, რომ მათ ძალიან მკაფიოდ გაიგეს ამერიკის გზავნილი. ჩვენ ხედავთ, რომ ახლა ყველა ეს ქვეყანა ორ მხრივ შეთანხმებაში მონაწილეობს და უზრუნველყოფს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც აუცილებელია უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკის თვალსაზრისით. making sure that when it comes to basic requests and all ქვეყანაში, სადაც ათასობით რუსი სამხედრო კვლავ რჩება გიუმრის ბაზაზე, ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სავარაუდოდ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან, კიევის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შეკავების გზებზე სამსჯელოდ. This summer will be a moment when Putin decides what to do next. ამ ზაფხულს დადგება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს რა გააკეთოს შემდეგ, გააფართოოს ომი თუ შეუდგეს დიპლომატიას. ჩვენ უნდა ვუბიძღოთ მას დიპლომატიისკენ. რუსეთმა 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარებაზე განაცხადა, თუმცა სამხედრო ტექნიკის გარეშე. თუ კი ეს მოხდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, როცა ისინი ვეღარ შეძლებენ სამხედრო აღჭურვილობის გამოყვანას. მათ ეშინიათ, რომ წითელი მოედნის თავზე შეიძლება დრონებმა გადაიფრინონ. ეს აშკარაა. ეს აჩვენებს, რომ ახლა ისინი არ არიან ძლიერნი. ამიტომ სანქციების დახმარებით მათზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ. ყურადღება უნდა მივაპყროთ იმაზე, რას გავაკეთებთ, თუ კი რუსეთი ბოლოს არ მოუღებს ამ ომს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და რა თქმა უნდა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქმედუნარიანი დიპლომატიური ფორმატი და ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი მოლაპარაკებების პლატფორმა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ და გვესმის მათი თვალსაზრისისა და პოზიციის. თუმცა კარგი იქნებოდა ერთიანი ევროპული ხმა შევიმუშაოთ რუსეთთან სასაუბროდ. With Russians. სამიტი იმართება იმ ფონზე, როდესაც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ტრანსატლანტიკური კავშირები გაუარესებულია, ხოლო კონტინენტის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ერთი მხრივ მოსკოვის ქმედებების გამო, ხოლო მეორე მხრივ ირანში წარმოებული ომით გამოწვეული ენერგოკრიზისის გამო. სომხეთისთვის მსგავსი მასშტაბის სამიტი იმ თვალსაზრისით, რომ ის მოიცავს მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს, ისტორიაში პირველია. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ევროპასა და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს იმ ფონზე, როდესაც ერევნის კავშირები მოსკოვთან გასულ წლებთან შედარებით მცირდება. ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ზომიერ პოლიტიკას ამჯობინებს, რომელიც არ გულისხმობს მტრულ დამოკიდებულებას რუსეთთან, თუმცა ამასთან მოიცავს კავშირების გაღრმავებას ევროგაერთიანებასთან. მოსკოვში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინმა ერთგვარი ულტიმატუმი წამოუყენა. პროევროპული კურსის არჩევის გამო და მიანიშნა, რომ ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა არ გამოვიდოდა.